პროტესტი გრძელდება რეგიონებშიც. ბათუმში მომიტინგეები მოსწავლე ახალგაზრდობის პარკში შეიკრიბნენ და მსვლელობით საკონსტიტუციო სასამართლოსთან მივლენ, სადაც აქცია ყოველ საღამოს იმართება. მერაბ წულკიძე გვიერთდება ბათუმიდან ახლა პირდაპირ ეთერში. მერაბ დაიწყეს თუ არა შეკრება აქციის და მსვლელობის მონაწილეებმა. მარიამ, დიახ, ჩვენ ახლა ვიმყოფებით ბათუმის მოსწავლე ახალგაზრდობის პარკთან და პროტესტების მე-80 დღეს ძირითადი მთავარი აქცია სწორედ აქედან იწყება. აქ შეკრებილი არიან ახალგაზრდები, რიგითი მოქალაქეები, რომლებიც ყოველდღიურად დადიან საკონსტიტუციო სასამართლოსთან აქციებზე. აქ არიან ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებიც, რომლებმაც პრაქტიკულად პირველებმა დაიწყეს საპროტესტო აქციები საქართველოში და აქედან მოხდება მსვლელობა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართულებით, სადაც 80 დღეა ყოველ საღამოს 7 საათზე იკრიბებიან აქციის მონაწილეები და მოთხოვნები არის უცვლელი. ეს მოთხოვნებია ახალი არჩევნები და ასევე უკანონოდ დაკავებულთა გათავისუფლება, როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ. ბოლო პერიოდში, ბოლო ერთი თვის განმავლობაში განსაკუთრებით აქტუალურია მოთხოვნა ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის მზია ამაღლობელის გათავისუფლების თაობაზე. აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ მზია ამაღლობელი უკანონოდ მოხვდა წინასწარ პატიმრობაში და ის დანაშაული, რაც მას წარუდგინეს, არ არის სისხლის სამართლის დანაშაული. აქციის მონაწილეები აქედან სწორედ ბათუმელების ოფისთანაც გაივლიან სოლიდარობის ნიშნად. თავად მზია ამაღლობელის მდგომარეობა არის საკმაოდ რთული, როგორც ექიმები ამბობენ. ამდენი პრაქტიკულად თვეზე მეტი შიმშილობის შემდეგ მისი მდგომარეობა შესაძლებელია მოულოდნელად რადიკალურად შეიცვალოს. რას ფიქრობენ და რა მოთხოვნები აქვთ აქციის მონაწილეებს, ეს თავად მათგან შეგვიძლია მოვისმინოთ. საქართველოს მოსახლეობის კრიტიკული უმრავლესობა გამოსულია ქუჩაში 2 თვეზე მეტია და აპროტესტებს ივანიშვილის მიერ მიტაცებულ არჩევნებს და უკანონოდ ტყვეობაში მყოფ ადამიანებს. ივანიშვილის მარიონეტულ რეჟიმს ეს ქვეყანა მიყავს ჩრდილოეთისკენ და ეს ამ ქვეყანას უსპოს მომავალს. სწორედ ამიტომ ამ ქვეყნის თავმოყარე მოქალაქეები გამოდივართ ქუჩაში და ვაფიქსირებთ ჩვენს მოსაზრებას მშვიდობიანთა კონსტიტუციურ ჩარჩოებში, რომ ივანიშვილმა უნდა ჩაატაროს ხელახალი არჩევნები და ამავდროულად უნდა გაათავისუფლოს, უნდა წავიდეს ამ დათმობაზე და გაათავისუფლოს რეჟიმის ტყვეები. მსვლელობა, ყველა აქცია ეძღვნება ამ ადამიანების გათავისუფლების მოთხოვნას, განსაკუთრებით ამ შემთხვევაში მზიას თავისუფლებას ვითხოვთ, რადგან ის შიმშილობს და ჩვენ ვითხოვთ მის გათავისუფლებას არა იმიტომ, რომ ჟურნალისტია და ის შიმშილობს, არამედ იმიტომ, რომ ის არის უდანაშაულო, მოგონილი ბრალდებით ის ციხეში, ეს არის რეჟიმის ანგარიშწორება, დამოუკიდებელი მედიის მისამართით. როგორც გითხარით, ბათუმში აქციის მონაწილეები ამჟამად შეკრებილები არიან მოსწავლე ახალგაზრდობის პარკთან კოლონადებთან. სულ ცოტა ხანში აქედან დაიწყება საპროტესტო მსვლელობა და აქცია გაგრძელდება საკონსტიტუციო სასამართლოსთან, სადაც როგორც გითხარით, 80 დღეა უკვე უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს საპროტესტო აქციები. მადლობა მერაბ, ბათუმიდან პირდაპირ ეთერში მერაბ წულკიძე საუბრობდა.